წარმოიდგინეთ დიქტატორი, რა მოგდით თავში? ალბათ მკაცრი უღიმღამო სახე, ასევე მკაცრი სამხედრო ფორმით, რომელიც რკინის მუშტით მართავს ქვეყანას. ახლა კი ეს სურათი აიღეთ და საერთოდ ამუშავეთ თავიდან, რადგან გურბანგული ბერდი მუჰამედოვი, რომელიც თურქეთს 2007-დან 2022 წლამდე მართავდა, ამ სკრიპტს საერთოდ თავდაყირა აყენებს. ის არ არის ჩვეულებრივი ავტორიტარი, ის არის ერთკაციანი იუმორისტული შოუ, რომელიც არც რეპრესიებზე იძახს უარს და არც აბსურდულ სიტუაციებზე, რომლებად მეც და დანარჩენი მსოფლიოც გაოცებული დაგვტოვა. რა არ შემოგთავაზა მან? ცხენიდან გადმოვარდნიდან დაწყებული, შავი მანქანების აკრძალვით და მუსიკალური ნომრებით დამთავრებული. ბერდი მუჰამედოვმა თავისი 15 წლიანი მმართველობა შემთხვევით კომედიური მომენტების კოლექცია აქცია, რომლის არსებობაც მარტო იუმორისტულ ფილმებში თუ გეგონება შესაძლებელი და მხოლოდ საშა ბარონ კოენის მორიგ პერსონაჟად თუ შეგიძლიათ მისი წარმოდგენა. კარგი, მოდი მცირე ისტორიის გაკვეთილით დავიწყოთ, რომ ამ სტორითელინგს ცოტა კონტექსტი მივცეთ. თურქმენეთი ცენტრალური აზიის ქვეყანაა, დაახლოებით 6 მილიონი მოსახლეობით, რომელიც უზბეკეთს, ირანსა და კასპიის ზღვას შორის მდებარეობს. ეს არის უზარმაზარი უდაბნოების, ბუნებრივი აირის სიმდიდრისა და იმდენად დახურული პოლიტიკური სისტემის ქვეყანა, რომ ჩრდილოეთ კორეაც კი გახსნილი და დემოკრატიული სახელმწიფო ჩანს მის ფონზე. 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ იგი საპარმურატ ნიაზოვის მმართველობის ქვეშ მოექცა. დღევანდელ ვიდეოში სახელებთან ცოტა პრობლემა გვექნება. ზოგადად მან მოახდინა უცნაური საქციელების ნორმალიზაცია. მაგალითად, თვეებს საკუთარი დედის სახელი დაარქვა და წვერების ტარება აკრძალა. როდესაც ნიაზოვი 2006 წელს გარდაიცვალა, ბერდი მუჰამედოვი, რომელიც იმ დროს სტომატოლოგი იყო, უცებ პოლიტიკოსად გადაიქცა და რეფორმების დაპირებით მოვიდა ძალაუფლებაში. ბევრი თეორია არსებობს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მოიპოვა მან ძალაუფლება. ყველაზე პოპულარული არის ის, რომ ბერდი მუჰამედოვი წინა ლიდერის არალეგიტიმური შვილი იყო. ხოლო ოფიციალური ინფორმაციით, თურქმენული ტრადიციების თანახმად, ლიდერის პოსტს ისიბარებს, ვინც წინა ლიდერის დაკრძალვა ჩაატარა. მოდი პირდაპირ ჩაგასპოილერებთ, ახალმა დიქტატორმა თავისი დაპირებები არ შეასრულა. ვინ წარმოიდგენდა რა? ამის ნაცვლად მან გაორმაგა პიროვნების კულტი, ნიაზოვის უცნაურობების საკუთარი ჩაანაცვლა და გააგრძელა ავტორიტარული რეჟიმი. ბერდი მუჰამედოვის თურქმენეთი პარადოქსული ქვეყანაა. ქვეყანა, რომელიც მდიდარია გაზით, მაგრამ ღარიბია თავისუფლების საკითხებში. მოქალაქეებს საკვები და ინტერნეტი არ აქვთ, ყოველ შემთხვევაში იმ რაოდენობით არა, რაც 2025 წელს უნდა გქონდეს. მაგრამ დედაქალაქი აშხაბადი, მარმარილოთი და ოქროს ქანდაკებებით არის დაფარული. ის დიქტატორი, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ, არ არის ჩაცმული მხოლოდ ძალაუფლებაზე. მას უნდა ყოვლის შემძლეობის იმიჯი შეიქმნა საკუთარი თავის გარშემო. ან უფრო უნდოდა, იმიტომ რომ 2022 წელს პოსტი სხვას გადასცა, რასაც ცოტა მოგვიანებით შევეხებით ვიდეოში. ამის მისაღწევად კი ის იყენებდა ყველაზე სასაცილო და აბსურდულ მეთოდებს. სანამ მეთოდებზე დავიწყებთ საუბარს, თუ პირველად ხართ აქ, გთხოვთ გამოიწევთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო და დატოვოთ ნებისმიერი კომენტარი, რომ ხელი შეუწყოთ არხის განვითარებას. ასევე ჩვენ გვაქვს სტრიმების არხი, რომლის ლინკსაც იპოვით ვიდეოს აღწერაში და იქ შეძლებთ ჩემთან პირადად გასაუბრებას. გონი, რადგან კურიოზებზე და კომედიურ სიტუაციებზე გვაქვს საუბარი, უნდა ყველაზე ცნობილით დავიწყოთ, იმით, რომელმაც ბერდი მუჰამედოვი ინტერნეტს გააცნო. კონკრეტულად კი მისი სანახაობრივი გადმოვარდნა ცხენიდან 2013 წლის 28 აპრილს. ეს იყო თურქმენეთის ცხენის დღე, ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღნიშნავს ახალ ტეკეს ჯიშს, რომელსაც ბერდი მუჰამედოვი პრაქტიკულად თაყვანსცემს და პრეზიდენტმა გადაწყვიტა თავისი საცხენოსნო უნარები გამოეჩინა. ზოგადად ბერდი მუჰამედოვი და ცხენების სიყვარული ცალკე თემაა, იმენა horse girl type არის ტიპი. ტრადიციულ სამოში გამოწყობილი, ისავიდა ბერკარარზე, ეს იყო ცხენის სახელი და თურქმენულიდან ითარგმნება როგორც ძლიერი. ახალი ტეკეს ჯიშის ცხენზე და გაიჯინება 1000 მეტრიან რბოლის ბილიკზე აშხაბადში. მან ფინიშ პირველმა გადაკვეთა და მოიგო $11 მილიონი.
რომელიც რა თქმა უნდა მოგვიანებით შესწირდა ცხენების სახელმწიფო ფონდს, როგორი კეთილშობილია. სინამდვილეში ეს უბრალოდ ფულის გათითრების მეთოდია, რომელსაც ის ხშირად მიმართავს. სახელმწიფო ტელევიზია კი სრულ პროპაგანდის რეჟიმში მუშაობდა. კამერები ზუმით აფიქსირებდნენ მის ბედნიერ სახეს, ბრბოყვირო და ასე შემდეგ. მგონი უკვე ხვდებით რა სიტუაციაც იყო. მაგრამ შემდეგ მოხდა, რასაც მე ვეძახი ხოლმე PR კატასტროფას. ფინიშის ხაზის მიღმა ბერკარარი წაბორძიკდა, ზოგი ამბობს იმიტომ რომ ქვიშაში ჩაეფლო ფეხი, ზოგი კი ბერდი მუჰამედოვის არასტაბილურ საცხენოსნო უნარებს აბრალებს. ის პირდაპირ სახით დაეცა ქვიშაში, ცხენებმა გააგრძელეს სირბილი და მილიმეტრებში აცდნენ მას. ბერდი მუჰამედოვის დაცვა გაგიჟებული დარბოდა წინ და უკან და ხალხს ტელეფონებს და კამერებს ართმევდნენ, რომ ვიდეო არავის გაევრცელებინა. სახელმწიფო მედიამ გადაცემა შეწყვიტა საერთოდ, თითქოს არაფერი არ მომხდარა, მაგრამ სმარტფონების ეპოქაში ყველა ხვდებით, რომ ამ ყველაფერს არანაირი აზრი არ ჰქონდა. კადრებმა ინტერნეტში გაჟონა და ყველამ ნახა დიადი ლიდერი როგორ გორაობს მიწაზე და მტვერში სახით. ვიდეოს პოპულარულობამ იმხელა მასშტაბებით მიაღწია, რომ ჯონი ოლივერმაც კი აჩვენა ის გადაცემაში Last Week Tonight. ყველა იცინოდა თურქმენეთის მოქალაქეების გარდა, რადგან ვიდეოს გავრცელებისთვის ციხეში ჩასმით იმუქრებოდნენ. მიუხედავად ამისა, ბერდი მუჰამედოვმა სცადა ნარატივის შეცვლა. 2015 წელს მან გახსნა საკუთარი 69 ფუტიანი ბრინჯაოს ქანდაკება დაფარული 24 კარატიანი ოქროთი, რომელშიც ის ამაყაძის ცხენზე მეტსახელად კი მას არკადაგი, იგივე დამცველი ქვია. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, $6 მილიონ შუათითი უჩვენა ხალხს ამ აქციელით. თუ ფიქრობთ, რომ ერთი გადმოვარდნით დამთავრდა ბერდი მუჰამედოვის ცხენების მიმართ სიყვარული, მაგრაცდებით. ამ კაცის სიყვარული ახალ ტეკეს ჯიშის მიმართ სიტყვებით არ აიღწერება, მაგრამ დიადმა ლიდერმა ეს მაინც სცადა. მისი მმართველობის დროს ბერდი მუჰამედოვმა გამოსცა წიგნები, რომელთა შორისაცაა ცხენი ერთგულებისა და ბედნიერების სიმბოლო, ეს იყო 2019 წელს და ციური სარბოლო ცხენების ფრენა, რომელშიც ლირიკულად აღწერს მათ კეთილშობილ სულს და ციურ სილამაზეს. მან ასევე დაწერა ლექსები ცხენებზე, რომლებმაც სახელმწიფო წარმომადგენლების წრემლებამდე მიიყვანა. არ გეგონდა რომ ეს უბრალოდ ჰობი არის, ჩვეულებრივი ინსტრუმენტია მის იმიჯის გასამყარებლად, როგორც თურქმენეთის უმაღლესი პატრიოტის, რადგან თურქმენეთში და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებში ცხენის კულტი საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. აი მაგალითად 2019 წლის ცხენის დღის აღნიშვნა. ბერდი მუჰამედოვი და მისი შვილიშვილი, რომელსაც კერიმ გული ჰქვია, სცენაზე ავიდნენ და შეასრულეს პოპ სიმღერა, რომელიც მის საყვარელ ცხენს როვაჩს ეძღვნებოდა. წარმოვიდგინეთ პრეზიდენტი DJ-ს პულტთან ტრიალებს, ხოლო კერიმ გული მღერის ტექსტებს, რომელშიც მსგავსი სიტყვები. როვაჩი ერის სიამაყეა. სახელმწიფო ტელევიზიამ კი ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში გაუშვა, როგორც მოსალოდნელი იყო. მაგრამ თუ გგონიათ, რომ ცხენების მიმართ ინტერესით მთავრდება დიქტატორის საინტერესო გამოხტომები, არა, ჯერ ძალიან ადრე არის იმისთვის, რომ კონტენტი გამოგველიოს. ბერდი მუჰამედოვი არ შეჩერდა ცხენებზე, მან თურქმენეთი გინესის მსოფლიო რეკორდების ქარხანად აქცია. თუმცა ეს რეკორდებიც მასავით აბსურდული და სასაცილოა. დაწყებული აშხაბადით, დედაქალაქით, მისი ბრძანებით მასში მდებარეობს 543 თეთრი მარმარილოთი დაფარული შენობა, რომლებიც 4,5 მილიონ კვადრატულ მეტრს ფარავენ. ყველაზე მაღალი კონცენტრაცია მსოფლიოში ცნობისთვის. რატო მარმარილო? მას უყვარს ეს მასალა. ის არის ძვირადღირებული, ბრწყინვალე და ყვირის სიმდიდრეზე. არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურა ინგრევა და რომ მოქალაქეები პურისთვისგანა რიგში. მარმარილო და საკუთარი ეგო, რა თქმა უნდა, უფრო მნიშვნელოვანია. აშხაბადი რაღაც სურეალისტურ ადგილს გავს. ყველგან არის უსასრულო თეთრი ფასადები, რომლებიც უდაბნოს მზის ქვეშ ბრწყინავენ. თუმცა ამ სილამაზით მხოლოდ ტურისტები და ლიდერები ტკბებიან. ჩვეულებრივი ხალხი საბჭოთა დროინდელ კომი ბლოკებში ცხოვრობენ. შემდეგი სიაში არის 47,6 მეტრიანი გიგანტური ეშმაკის ბორბალი, რომელიც ალემის გასართობ ცენტრში დგას და რომლის აშენებაც 47 მილიონი ფუნტი დაჯდა. ის არის მსოფლიოში ყველაზე დიდი თავის სახეობაში.
რატო აშენდა? იმიტომ რომ ბერდი მუჰამედოვს ესე მოუნდა, სულ ეგ არის. დაამატეთ ამას საჯარო სივრცეში ყველაზე მეტი შადრევნის აუზების რეკორდი, 27 სინქრონიზირებული ჭავლი აშხაბადის დამოუკიდებლობის პარკში ქორეოგრაფიულად მუშაობს პატრიოტული მელოდიების ფონზე. მოკლედ ქალაქი კი არა დიქტატორის პირადი გასართობი პარკია. მაგრამ ყველაზე მთავარი 2015 წელს 4166-მა თურქმენმა იმღერა ბერდი მუჰამედოვის სიმღერა. წინ მხოლოდ წინ ჩემო ძვირფასო ქვეყანა თურქმენეთო. უზარმაზარ იურთში პირველად გავიგე ეს სიტყვა. როგორც ინტერნეტი ამბობს, ეს არის გადასატანი საცხოვრებელი ქეჩის კარავი კონუსის ან ნახევარსფეროს მოყვანილობის. რავი, პირდაპირ ციტატაც აგიკითხეთ. და ამისთვის თურქმენებმა მიიღეს რეკორდი ყველაზე მეტი ადამიანის მიერ წრეში სიმღერისთვის. სახელმწიფო ტელევიზიამ ამას ერთობის ტრიუმფი უწოდა. ოკეი, ცხენებზე და რეკორდებზე უკვე ვისაუბრეთ და ახლა უცებ მუსიკაზე გადავედით? კი, ბერდი მუჰამედოვი დიქტატორთან ერთად ლოკალური როკსტარიც გახლავთ. მან თავის შვილიშვილთან ერთად წაიკითხა რეპი. Deryatı coşkun, bağları vasran, belent başı dağ değil, yürük asman, gülleyen, güleşen, yedi diyarım, aydın sağlar yurdu, can Türkmenistan. ასევე ის სტუმრად ეწვია ერთ-ერთ სამშენებლო ადგილს, სადაც მუშები მას სიმღერით დახვდნენ. ოღონდ სასაცილო ის იყო, რომ მათ სპეციალურად მისცეს არეული გიტარა. რის შემდეგაც დიადი ლიდერი მივიდა მათთან, გამოართვათ ეს გიტარა და უცებისარეულიდან იდეალური ნოტებით ათამაშდა. ბერდი მუჰამედოვი ასევე მღეროდა 8 მარტის დროს ქალებისთვის და 2017 წელს მან ჯასტინ თიმბერლეიკის Can't Stop the Feeling-ის რემიქსიც კი გააკეთა ახალი წლისთვის. გენიალურ მუსიკოსობასთან ერთად ის გენიალური სპორტსმენიც არის. ქვეყნის სპორტული სულის ამაღლების მიზნით მან პირადად დაიწყო ჯიმში სიარული და მინისტრებსაც იგივე აიძულათ. რა თქმა უნდა, ბერდი მუჰამედოვმა იდეალურად შეასრულა ყველა ვარჯიში და რჩევებსაც კი აძლევდა სხვა პოლიტიკოსებს, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ დარბაზში. გონი იმის თქმა არ მჭირდება, რომ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ისევ და ისევ სახელმწიფო ტელევიზიაში გადიოდა პროპაგანდის მიზნებით. 2019 წლის ივლისში ბერდი მუჰამედოვის სიკვდილის ჭორები გავრცელდა, მას შემდეგ რაც ის კვირობის განმავლობაში არ ჩნდებოდა არსად. ოპოზიციური ბლოგები ლაპარაკობდნენ, რომ თირკმელის უკმარისობა მოკლა, მოქალაქეებს კი ცვლილების იმედი მიეცათ. მაგრამ რა თქმა უნდა, ლიდერმა შთამბეჭდავი კამბექი გააკეთა. კონკრეტულად კი 28 წუთიანი სატელევიზიო სპეციალური გადაცემა, რომელშიც ის დარვაზის გაზის კრატერზე, რომელსაც მეტსახელად აქვს ჯოჯოხეთის კარიბჭე, რალის მანქანით დაკატაობს. ეს 60 მეტრიანი ორმო, რომელიც 1971 წლის საბჭოთა ბურღვის შემთხვევის შემდეგ იწვის, მას სათამაშო მოედნად იქცა. ის ჩაჯდა სპორტულ SUV-ში, რომელიც ეროვნულ ფერებში იყო მორთული და სხვადასხვა ილეთებს აკეთებდა. გადაცემა იყო პროპაგანდული შედევრი, დრონის კადრები, ნელი მოძრაობები, გამეორებებით და საუნდტრეკი პირდაპირ ექშენ ფილმებიდან. სხვა სიტყვები დიქტატორული Mad Max-ი შემოგთავაზა. იმავე წელს 2019-ში ბერდი მუჰამედოვმა გემო გაუგო ჰოლივუდის ვარსკვლავობას, როგორც დავაკვირდი. ის მივიდა სამხედრო წვრთნებზე და ჯერ რა თქმა უნდა ყველა გააოცა იმით, რამდენად მაგარია სროლაში. შემდეგ კი წარმოიდგინეთ აი ეს სცენა. პრეზიდენტი კამუფლაჟში გამოწყობილი ველოსიპედით მიდის და პისტოლეტით ისვრის სამიზნეებისკენ. არ არის ეს ჩემი ფანტაზია, რეალობა არის, ახლა ხედავთ თქვენ თვითონ ვიდეოში ამას. ყველაფერი კამერებზეა გადაღებული. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც მან ყველა სამიზნეს მოარტყა, როცა ჯარისკაცები მის სკილებს სალამს უცხადებდნენ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ეპიკური მუსიკა ედო. Of course, budget James Bond-ობა უნდა მოკლედ. ველოდებით წყალზე სიარულს როდის დაიწყებს. 2015 წელს ბერდი მუჰამედოვმა ბომბი ჩამოაგდო და ოფიციალურად აკრძალა შავი მანქანები აშხაბადში. რატო? იმიტომ რომ მან განაცხადა, რომ თეთრი უფრო იღბლიანია და უფრო შეესაბამება მის ხედვას სუფთა დედაქალაქის შესახებ. 2018 წლის ეს ყველაფერი უკვე ოფიციალურ კანონად იქცა. პოლიცია აჩერებდა მუქი ფერის მანქანებს და აიძულებდა მფლობელს ისინი თეთრად ან ვერცხლისფრად გადაეღებათ. და ასევე $3,000 ჯარიმებს უწევდათ, რაც იმ ქვეყანაში, სადაც ყოველთვიური ხელფასი დაახლოებით
$200 ძარცვის ტოლფასი არის. ცოტა ხანში საერთოდ მანქანის ფერების შემოწმებით პუნქტებიც კი გაჩნდა. ეს პოლიტიკა შეესაბამებოდა მის მარმარილოთი გატაცებას, თეთრი ლიმუზინები, თეთრი შენობები, ყველაფერი თეთრი მოკლედ. დიქტატორის OCD წყვეტდა ქვეყნის რეალობას. ერთი კაცის ახირებების გარშემო ტრიალებს 6 მილიონი ადამიანის ბედი. და ბოლო ისტორია, რომელიც დღეს მაქვს თქვენთვის, 2022 წელს ბერდიმუჰამედოვმა გახსნა 19 ფუტიანი ოქროს ქანდაკება ალაბაის ძაღლის თურქმენეთის მშობლიური ჯიშის საპატივსაცემოდ პირდაპირ სატრანსპორტო წრეზე. ოქროთი დაფარული, ის დგას პედესტალზე, რომელზეც LED ეკრანი აჩვენებს ალაბაის ჯიშის ჰაილაიტებს, ასე ვთქვათ. დიქტატორი არ შეჩერდა ამაზე, 2021 წელს დააწესა ეროვნული ალაბაის დღესასწაული და რა თქმა უნდა, ამ მოვლენასთან დაკავშირებით წიგნის და ლექსის დაწერაც არ დაავიწყდა. სახელმწიფო ტელევიზიამ კი აღნიშნა ამ ძაღლების სიმამაცე და ერთგულება და კიდევ ერთხელ შეაქო ბერდიმუჰამედოვის გენიალურობა. რომ შევაჯამოთ, გურბანგული ბერდიმუჰამედოვის მმართველობა იყო სასაცილო და უცნაური მოგზაურობა. ის დიქტატორი კი არა, მოსიარულე კარიკატურა საშა ბარონ კოენის ფილმებიდან. მაგრამ კომედიის მიღმა სამწუხაროდ დგას რეპრესიები. ახალგაზრდებს ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვთ და ისინი თუ არ დაემორჩილებიან ამ აბსურდულ კანონს, მათი ოჯახები ციხეში გაემგზავრებიან. ქვეყანა ჩაფლულია სიღარიბეში და მხოლოდ დიქტატორი და ელიტა ტკბებიან ცხოვრებით და ჯენიფერ ლოპესის პირადი კონცერტებით. კი ეს მართლა მოხდა, ჯეილომ მაშინ $1,000,000 გააკეთა ამ პერფორმენსისთვის. დღეს მიუხედავად იმისა, რომ გურბანგული ბერდიმუჰამედოვი ჩამოვიდა პრეზიდენტის პოსტიდან, მისი ადგილი შვილმა დაიკავა, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება მამამისს. მაგრამ ამაზე უკვე სხვა დროს ვისაუბროთ. თქვენ რა სიტყვით მოსმენილზე? ჩემი პოზიცია საკმაოდ მარტივია. ნებისმიერი ფორმის დიქტატურა ჭირია და არავის ცხოვრებას არ აუმჯობესებს. თავად დიქტატორების და მათი გარემოცვის გარდა. ყველაზე დიდი იდეალისტები და ლოიალისტებიც კი ბოლოს სიღარიბეში ან ციხეში ამთავრებენ. როგორი არარეალურიც და აბსურდულიც არ უნდა ეგონოთ მოვლენების ასეთი განვითარება. დღეისთვის სულ ეს იყო, გთხოვთ რომ გამოეწევოთ არხი, დალაიქოთ ეს ვიდეო, დატოვოთ ნებისმიერი კომენტარი, ხოლო მე კი თქვენ მომავალ ვიდეოში შეგხვდებით. და არ დაგავიწყდეთ სტრიმების არხი. Bye bye.